პირველი გურჯაანელი კალათბურთელი, რომელმაც ევრო ასპარეზის კარი შეხსნა, მცირეხნიანი შვებულებით სამშობლოში დაბრუნდა დელტა საკალათბურთო აკადემიის აღზრდილი 13 წლის გიკი ფიროშვილი შაშანდელი სეზონიდან იტალიის ქალაქ როზეტოს კლუბის სრულუფლებიანი წევრია. მან 6 წლიანი სრული დაფინანსება მიიღო, რაც ამ გუნდის ისტორიაში უნიკალური შემთხვევა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ იგი ყველაზე ახალგაზრდა უცხოელი მოთამაშეა, რომელიც დღეისათვის იტალიური გრანდის აკადემიაში ირიცხება. გურჯაანის აკადემია შეიქმნა 3 წლის წინ და პირველი სერიოზული შედეგი იყო გიგი ფიროშვილი წავიდა სრული დაფინანსებით იტალიაში. დღეს ის ესე ვთქვათ ბრჭყალებში არდადეგებზე იმყოფება გურჯაანში, ემზადება ახალი სეზონისთვის. შევაფასებდი მის წინა სეზონს იტალიაში იყო ძალიან წარმატებული და მინდა რომ მას წარმატება უსურვო. ეს არის ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯი გურჯაანის კალათბურთისთვის და ასევე მინდა დავაანონსო მეორე წარმატებული კალათბურთელი აკადემიის თედო ზავრაშვილი წელს შეკრებას გაივლის ჩინეთში სუპერლიგის გუნდთან ერთად და ასევე 1 წლის განმავლობაში ესე ვთქვათ ბრჭყალებში საცდელ ვერსიაში ივარჯიშებს სუპერლიგის გუნდთან ერთად მთელი სეზონი და ვეცდებით რომ მას ხელი შეუწყოთ რომ მოიგოს სუპერლიგის ფორმა და ითამაშოს გურჯაანის სახელით. შეგახსენებთ რომ ის არის 15 წლის და არის ლიდერი 16-ებში და 18-ებში გურჯაანის აკადემიაში. კლუბის ისტორიაში ვარ პირველი 13 წლის მოთამაშე, რომელიც ჩავიდა სხვა ქვეყნიდან იტალიაში. ძალიან კარგი აკადემია ვთამაშობ under 14-ებს, under 15-ებს. თანაგვიდროულად კარგად მიმიღეს, მე უკვე ბოლოს უფრო კარგად მეგობრობდით. თედო ზავრაშვილი არის ძალიან კარგი კალათბურთელი, თამაშობს 16-ებსა 18-ებს. მე მინდა წარმატებები უსურვო თედოს და მთლიან აკადემიას, გურჯაანის აკადემიას. მიზანი მაქვს რომ ვითამაშო პროფესიონალი კალათბურთი NBA-ში ან ევროლიგაში.